მოგესალმებით, მიუხედავად მაქსიმალური თავშეკავებისა და იგნორირებისა, რასაც მთელი კოჰაბიტაციის პერიოდში დღემდე ინარჩუნებს ხელისუფლება, კოალიცია თითეული მოქალაქე პოლიტიკურად გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობის მიმართ ამ ადამიანების არადეკვატურ ქცევას ბოლო არ უჩვენს. ამ პარტიის ლიდერი მოქალაქე სააკაშვილი ბედავს და უკრაინის ტრაგედიაზე ცდილობს თავისი პიარის აგორებას. სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყოს საკუთარმა ამორჩეველმა. მომხვეჭელობა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, დასვენების და კეთილდღეობის მოგვარება. ესაა სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე. იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას. როგორც ყოველთვის ნაციონალური მოძრაობა თავისი ჩვეული ისტორიულ აჟიტირებული განცხადებების ცდილობს ყურადღების მიპყრობას ან წარმოშობილი პრობლემის გაღრმავებას და დესტრუქციას. ნაციონალური მოძრაობის თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები უკვე სასაცილოს ფაზიდან გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე. ამ პარტიის წარმომადგენელი ბატონი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას. ნაციონალებმა რუსეთის და ნაურუს მხარდამხარ აღიარეს დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და თავის უპასუხისმგებლო ისტორიულ მხოლოდ ქვეყნის დანგრევაზე მიმართულ ქმედებებს ამით დაუსვეს წერტილი. ეს ადამიანები მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს აგრესიულ მეზობელთან თანაარსებობის მოწესრიგებას, მეტნაკლებად ურთიერთობების დარეგულირებას, რევანშისტული განცხადებებით ზაფრავდნენ მოსახლეობას და მუდამ ამღვრევდნენ წყალს. ეს არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ თვითპიარზე ფიქრობს და არც საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ანაღლებს და მით უმეტეს უკრაინაში. ცოცავი ოკუპაციის ფონზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, უკრაინასთან და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას. მაშინ, როცა ამ ადამიანებს არჩევნების შემდეგ ჰქონდათ შანსი დაბრუნებოდნენ რეალობას, ბოლომდე გამარგინავდნენ, გახდნენ სრულიად დესტრუქციულები და მთავრობასთან, მოსახლეობასთან ურთიერთობის მხოლოდ დემაგოგიური აგრესიული ტონი დაიტოვეს. მესმის, ნაციონალების ისტორიული მდგომარეობა ქვეყნის პრემიერის წარმატებული ვიზიტით არის განპირობებული. მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ხელისუფლება ღიად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ვიზიტი მიმდინარეობს ხაზგასმით წარმატებულად. შედეგები არის უკვე თვალსაჩინო და შორსმიმავალი. და ბოლოს მინდა მოვთხოვო ნაციონალების პარტიის ოფისს გამობრძანენ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, ყველა იმ ოჯახს, ვისი წევრიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ყოველდღიურად მავთულხლართების ორივე მხარეს ოცნებობს ერთიან დეოკუპირებულ ქვეყანაზე.